მოვედი თავი დავიბანე ჩემი თანახმად ლამაზია ესე იგი ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი ვიდეოს ფორმატი დღეს უნდა ვილაპარაკოთ დედიკოს ბიჭებზე ვეღარ ვიპოვე ის კომენტარი მინდოდა დამესქრინა ძალიან მომეწონა უამრავი ვეძები და ვეღარ ვიპოვე სახანი არ შემოხვიდე მე კილოს ხარ და ახლა აქ დაიწყებს სირბილს ესე იგი დამიწერეს რომ ძალიან დიდი სიამოვნებით მოვისმენდიო შენს აზრსო დედიკოს ბიჭზეო რა იწევსო ამასო რა უშველოთ და თუ ეშველება რამეო შეიძლება ზუსტად ასე არ დაუწერია მაგრამ მე რაც მახსოვს მისი დაწერილიდან ასე რამდენიმე დღის წინ იყო სანამ მანქანას ვიყიდი და მე რამდენად აჟიტირებული და გახარებული ვიყავი რომ უბრალოდ ვეღარ დავჯექი რომ ამაზე მესაუბრა და აი ეხლა მოვიდა ამის დრო თავიდან იმას გეტყვის რომ მე პირადად როგორც ქალს შეხება არასდროს არ მქონია დედიკოს ბიჭთან და ეს არ არის ჩემი პირადი გამოცდილება რაზეც მე დღეს ვისაუბრებ ეს არის ჩემი დაკვირვება იმიტომ რომ მე ძალიან მაინტერესებს ფსიქოლოგია მე ძალიან მაინტერესებს ურთიერთობები და ურთიერთობების ფსიქოლოგია კიდე მით უმეტეს მაინტერესებს და აქედან გამომდინარე ეს იყო ხოლმე ჩემი ხშირი დაკვირვების ობიექტი და ანუ ბევრჯერ მქონია ჩემს გარშემო სიტუაციები სადაც ხედავდი ხოლმე აი ამ როგორ ვითარდებოდა ცხოვრებაში როგორ თამაშდებოდა როგორ გრძელდებოდა და როგორ მთავრდებოდა ასე რომ თავისუფლებას მივიცემ რომ ამ თემაზე ვისაუბრო მე არ მომივიდოდა აზრად და ძალიან გამიხარდა რომ დამიწერე იმიტომ რომ მართლა ძალიან საინტერესო თემაა დავიწყოთ დედიკოს ბიჭი პირველ რიგში თუ ვინმეს შეგხვდათ დედიკოს ბიჭი წუხვარ იმიტომ რომ ძალიან რთულია ჩემი აზრით მე მოვყვები რატო ეხლა როგორ ყალიბდება დედიკოს ბიჭის დედას და ამ ბიჭიშვილის აი ასეთი ურთიერთობა და როგორ ადამიანებს შორის ყალიბდება ჯერ იმაზე ვისაუბროთ აქ ყოველთვის არის ძლიერი ვლასნაია რო ამბობენ ანუ ძალაუფლების მოყვარული თავის ნათქვამა ძლიერი თავისებური ხასიათის ქალი რომელმაც ყველა კაცი დაიფრინა ან თავისით გაექცნენ იმიტომ რომ ვერავინ გაუძლო ანუ გულისხმობ თავისი პარტნიორი კაცი იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან ძლიერი ადამიანები რომლებმაც აირჩიეს ნეგატივის გზა სამწუხაროდ და როცა ძლიერი ადამიანი ნეგატივის გზას ირჩევს ეს არის ძალიან მძიმე როგორც მისთვის ასევე მისი გარშემო მყოფებისთვის პირველ რიგში რა თქმა უნდა თორე ხა ვიღაცა გაგეცლება და მორჩა და მე რადგან ვიცი ჩემი შინაგანი სულიერი ძალა აქედან გამომდინარე ყოველთვის ვარ ძალიან ფრთხილად რომ არ წავიდე არასწორ მხარეს მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და როცა აი ასეთ ქალს ყავს ბიჭიშვილი გოგოშვილებთანაც არის ხოლმე მაგრამ იქ ცოტა სხვანაირად ვითარდება როცა ასეთ ქალს ყავს ბიჭიშვილი ზედყვება ამ ბიჭშვილს ზრდის ოღონდ ზრდის თავისი რკინის ხელით თავის ჩარჩოებში და თავისი წესებით და არასდროს არ აკარებს ბიჭების კაცების გარემოს და სამყაროს იმიტომ ხელიდან გამოეცალოს და ასევე არ აკარებს კარგ ქალებს და უყალიბებს რა თქმა უნდა არასწორ შეხედულებებს ქალებზე თუმცა მე არ ვამბობ რომ ამას აკეთებს გაცნობიერებლად უმეტესად ეს 98-19%-ში მე ვფიქრობ რომ არის გაუცნობიერებლად უბრალოდ ამას აკეთებს გაუცნობიერებლად რადგან თვითონ როგორც ქალი ვერ შედგა ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში რადგან არის ძლიერი და სურს მართვა შვილი ბიჭი არის იდეალური ვარიანტი
ოღონდ როგორი შვილი ბიჭი ხდება დედიკოს ბიჭი. არა ყველა. ნაზი. სუსტი. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ქალშიც და კაცშიც არის ქალში არის კაცური საწყისი და კაცშიც არის ქალური საწყისი. ოღონდ აი იმ და იანის ნიშანი ხო გინახიათ, ეს არის ხოლმე წერტილი. როცა წერტილია, ეს კაია. მაგრამ როცა უფრო დიდია, ანუ ესეც არ არის ცუდი, მაგრამ შედეგები ახლავს ხოლმე. ანუ ბიჭი, რომელიც ვერ გაუძლებს ცხოვრებას, რომელსაც სჭირდება საყრდენი, რომელიც საყრდენის გარეშე გადყდება. ასეთ ბიჭები ხდებიან აი ამ ძლიერ დედაზე დამოკიდებული, ანუ მათ სჭირდებათ ეს თავისი ძლიერი დედა იმისთვის, რომ ფეხზე იდგნენ ცხოვრებაში. თუ კაცი არის ძლიერი, ის ეგეთ დედასთან არ გაჩერდა. რაც უნდა დაიჭიროს, შეზღუდოს, თავისებურად აღზარდოს, მაინც არ ყავდეს მამა, არ ყავდეს არავინ გარშემო კაცი, წავადა ეზოში, უბანში, სადმე მოძებნის კაცების კამპანიას იმას შეუერთდება. ან თუ ამას არ იზავს, ყველა ვარიანტში დედისგან მაინც გაიქცევა, როგორც კი ამის შესაძლებლობა ექნება. იმიტომ რომ მას არ აქვს ის ხასიათი, რომელიც უნდა კონდეს იმისთვის, რომ ეს დუეტი შედგეს. ახლა მოდი აქვე ისიც ვთქვათ, დედა რა არის ბიჭისთვის. გოგოსთვის და ბიჭისთვის, რა თქმა უნდა, დედა ყველასთვის დედა და ყველას ძალიან უყვარს, მაგრამ ბიჭისთვის დედა სრულიად სხვა დატვირთვა აქვს და გოგოსთვის დედა სრულიად სხვა დატვირთვა აქვს. ბიჭისთვის დედა არის ფაქტიურად ქალღმერთი. უბრალოდ წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელმაც მუცლი დატარა და რომელმაც შობა. ეს არ ახსოვს, მაგრამ არ ახსოვს მის გონებას, მაგრამ მის ქვეცნობიერს, მის არსებას ახსოვს. მისი გულისცემა იქიდან ახსოვს, როცა მის მუცელში იყო. მისი ხმა, მისი სუნთქვა, მისი სუნი, ყველაფერი. და დედა არის პირველი საკვები, პირველი ხიდი, პირველი კონტაქტი და კავშირი სამყაროსთან და დედა არის ასევე პირველი ქალი. და როცა ბიჭი არის თვითონ სუსტი, დაჭირდება საყრდენი და პლიუს ცხოვრებაში მისთვის საყრდენი ყოველთვის არის დედა, რომელსაც თუ კი რამე უჭირს მიირბის მაშინვე და დედა მზად არის ყოველთვის რომ დაეხმაროს, აი აქ დგება ძალიან ძლიერი კავშირი. რეალურად მათ ორივეს ერთმანეთი ჭირდება. და ამ კავშირს კიდე აძლიერებს ის მომენტი, რომ ანუ დედამ იცის შვილი ყველანაირი. დედა თანახმა იყოს დედა. ანუ დაურეცხოს, დაულაგოს, ანუ როგორც პატარა ბავშვი, ისე იქცევა სახლში ეს კაცი. ბევრი კაცი იქცევა საერთოდ ეგრე, მაგრამ ასეთი კიდე მით უმეტეს და ეს დედა ზრუნავს მასზე და ეს მისი ზრუნვა მარტო ზრუნვა კი არ არის, ძალაუფლებაც არის მასზე, იმიტომ რომ შენ ჩემს გარეშე რა იქნები და ამასაც ჯერა რომ მე შენს გარეშე რა ვიქნები. სინამდვილეში ორივე არის უბედური, იმიტომ რომ ეს არ არის სწორი. იმიტომ რომ ბუნებას ჩადებული აქვს ჩვენში, როცა ჩვენი შვილი გაიზრდება და გახდება დამოუკიდებელი, ჩვენ გვერდზე უნდა გავდგეთ. ამიტომ არის ხოლმე ძალიან ხშირი კონფლიქტი დედას და ცოლს შორის. როცა შვილის ცხოვრებაში მოდის სხვა ქალი, რომელიც ეპატრონება მთლიანად და სრულებით მოიცავს ამ კაცს და დედა გადადის მეორე პლანზე. რეალურად როგორც რელიგიურად, ანუ ბიბლიაშიც წერია ეგ, იქცევიან ერთ სულს და ერთ ხორცს. ასევე ბუნებაშიც, ხო? ეს არის ნორმალური. ეს ასეც უნდა იყოს. ჩვენ იმისთვის არ ვაჩენთ ჩვენ შვილებს, რომ ზედ გამოვიკეროთ და თან გავიყოლოთ. ანუ მაგისთვის ჩვენ არ ვაჩენთ ჩვენ შვილებს. ჩვენ იმისთვის ვაჩენთ, რომ ისინი ამ ქვეყნად მოვიდნენ და კონდეთ თავისი ინდივიდუალური ერთადერთი და განუმეორებელი მშვენიერი ცხოვრება, სადაც დიახ, ეყოლებათ საყვარელი ქალი. მაგრამ ნახეთ ახლა აქ რა ხდება.
ძალიან ეხლა მოვშორდეთ ცოტა ხანი ამ დედიკოს ბიჭს და ზოგადად დედებზე და ბიჭებზე ვთქვათ. შენ მიჩვეული ხარ იმას თერი ცხოვრება, რომ შენი შვილისთვის შენ ხარ ნომერ პირველი. მით უმეტეს, ანუ დედის და ბიჭის ურთიერთობა არის ხაპარი. უყვარ ხარ სასწაულად, შენც კი უყვარ სასწაულად და როცა ერთ დღეს ეს იცვლება, თუ დედა არ არის ძალიან გაცნობიერებული, ამაზე არ ფიქრობს, ამაზე არ მუშაობს, არ არის ნათელ მხარეზე წასული ადამიანი, მაშინ იქ წარმოიშვება კონფლიქტები. დაჟე, ვინც ნათელ მხარეზე არის წასული, თუ ბევრი არ უფიქრია და არ გაუცნობიერებია წინასწარ, აქაც ხდება ხოლმე კონფლიქტები, მაგრამ ეს კონფლიქტები სხვაობა ისე რომ გვარდება, ხვდებით? და ანუ დედა იჭერს თავის ადგილს, ცოლი იჭერს თავის ადგილს, ძალიან არასწორია, როცა ცოლი ცდილობს, რომ დედის ადგილი გააქროს, იმიტომ რომ თუ შენ კაცს, შენს ქმარს, შენ მოახერხებ, რომ ბრჭყალებში დედა დაავიწყო, მისი ამ ქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი, მისი ამ ქვეყნად მომყვანი ქალი, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ კაცს სიყვარული არ შეუძლია და შენც დაგივიწყებს. როგორც კი შენზე უკეთესი იპოვის. ანუ თუ დედა შენს გამო დაივიწყა თulis რომ შენ უკეთესი ხარ და თუ შენზე უკეთეს იპოვის შენც ისევე დაგივიწყეს როგორც ის დაივიწყა. ამიტომ გოგოებო კაცები რომელსაც ყავთ მიტოვებული შვილები რომლებზეც არ ზრუნავენ, კაცები რომლებსაც დედა არ უყვართ. ნუ თუ რამე არ მოხდა ძალიან ცუდი. მაგ შემთხვევას არ განვიხილავ. ეს კაცები არ არიან და თქვენ არ გამოგადგებიან, ეს არის ბრაკი მატერიალი, ასე ვთქვათ, ძალიან უხეშად და ცუდად ჟღერს, მაგრამ ეს არის სიმართლე და რეალობა. რა თქმა უნდა, ქალებიც არიან ეგეთები, მაგრამ ეხლა მაგაზე არ ვსაუბრობთ. ხო. დაუბრუნდეთ ეხლა ისე ამ ვარიანტს. აქ კიდე ყველაფერი არის გამძაფრებული, გაძლიერებული. გაეგოისტებული დედის მხრიდან და ბიჭის მხრიდან კიდე არავინ არ მოგითმეს მაგდენს, არავინ არ დაგითმობს მაგდენს, არავინ არ გელოლიავება მაგდენს, ამისას დედა და ფიქრობს, აი დედა მეუბნებოდა, რომ ეს ქალები ყველანი ცუკნები არიან და მართალი რწმუნდება და ისე დედასთან გარბის. ახლა როგორია მაგათთან ურთიერთობა? მე რადგან არ მქონია ურთიერთობა, შემიძლია მხოლოდ წარმოვიდგინო. ასეთი კაცი შეიძლება იყოს ნაკითხი, შეიძლება იყოს განათლებული, შეიძლება ქონდეს ღრმა სულიერი სამყარო და შეიძლება იყოს ძალიან კარგი შეყვარებული. მაგრამ როგორც კი გადადის ეტაპი ერთად ყოფნაზე, აი აქ უნდა იცოდე, რომ შენს და შენს ქმარს შორის ყოველთვის იდგება დედა. ერთი ფოტო იყო რაღაცა, ბიჭი ქორწინდება ქორწილის დღეა და ცოლი უდგას გვერდზე და აქედან დედა უდგას ეგეთ სახით და ამ ბიჭზე აქ ხელი ჩაკიდებული. აი როგორც ბაღის ბავშვს ჩაკიდებ ხელს ეგრე. ხო. აი ჩხათვალე, რომ ყოველთვის, ანუ შენ არ ქორწინდები კაცზე, შენ ქორწინდები მის დედაზე და მერე კაცზე. მე რაც ვიცი, ჩემს გარშემო რაც იყო მაგალითები, თუნდაც ლაგოდა რაც მე გავიზარდე. ასეთი მაგალითები იყო, რომ ყავდათ ამ კაცებს არაერთი ცოლი, 3, 5, სხვა მაგალითია ეს. ყველა ან გაიქცა, ან ამათმა გააქციეს. დარჩნენ შვილები არ ურთიერთებიან, იმიტომ რომ მამებათაც ასე ვთქვათ არ ვარგიან. იმიტომ რომ ჩვენ არიან ბავშვები და ბავშვი მამა ვერ იქნება. ანუ ფსიქიკით ბავშვები. ანუ შვილებს არ უყვართ, შვილები არ ეკონტაქტებიან, ცოლები გაექცნენ და ესენი საბოლოოდ მიეკუთვნენ დედას. ცხოვრობენ დედასთან. ასეთი დედები ყოველთვის ცხოვრობენ ძალიან დიდხანს. მე რასაც უყურე, ყველა ვარიანტი იყო ის, რომ ამ ქალმა იცოცხლა 90+ ამ ქალებმა იცოცხლეს. ეს ბიჭი შვილი იყო მის გარშემო, აი რა ვიცი, უვლიდა ყველაფერს უკეთებდა და მე როცა ეს ქალი გარდაიცვალა, ეს კაცები იყვნენ, მე ვინც ვნახე, მას მერეც კი არავინ არ ყოლიათ,
ოჯახი აღარ შეუქმნიათ, ეს იყო უკვე მათი 50+ წელი. და ანუ ესე მარტოობაში დაარსენ და თუ მათ დედას ყავდა მომვლელი ასაკში, მათ ეს მომვლელიც არ ყავდათ. აი ესეთი სევდიანი და ესეთი უბედური ისტორია. ანუ არაფრის დიდებით არ უნდა მისცეს დედამ თავის თავს ამის უფლება. მე როგორც ორი ბიჭის დედა ასე ვფიქრობ და ამიტომ ვამბობ, რომ აი ასე გაუბედუროს თავის შვილი საკუთარი ეგოიზმის გამო. შეიძლება ვერ აცნობიერებდეს, მაგრამ თუ გააცნობიერებს, იმ წუთიდან უნდა შეცვალოს ყველაფერი. ეხლა როგორი გოგოები მოსწონთ ესეთ ოჯახებს და როგორ გოგოს აქვს შანსი, რომ ასეთ კაცთან ურთიერთობა აწყოს. არა 100%-იანი, მაგრამ მაინც. ჩემი ეს არის ორი კატეგორია. ერთი არის მოსამსახურე, იმიტომ რომ დედიკო ფერდება. შვილი კიდე ბიჭია და ახლა როგორ მოუვლის. არა, ზოგი მათგანი სხვათაშორის ძალიან კარგად უვლის სახლს. ეგეთი ისიც ვნახე მე. მაგრამ თუ არ არის მიჩვეული და ყველაფერს დედა აკეთებს, ანუ უნდათ მოსამსახურე და მომვლელი მოკლედ, ერთი ვარიანტი, სადაც ეს კაცი არასოდეს არ დააფასებს ესეთ ქალს, იმიტომ რომ ძლიერი ქალები მოსწონს, იმიტომ რომ თვითონ ძალიან სუსტია. მაგრამ დედას მოსწონს ძალიან ესეთი ქალი. იმიტომ რომ შვილიკოს არ კარგავს და პლუს ყავთ მოსამსახურე. ბონი წადი აქედან. წადი. ფუ, წადი. ჩქარა, წადი თქო. წადი. ანდრუს და მეორე ვარიანტი. ძლიერი ქალი. ძლიერი ქალი, ოღონდ აი ამ ძლიერ ქალს არ ვიცი, შეიძლება უღირდეს ის, რომ ჭირდებოდეს ესეთი შვილი ქმარი, რომელსაც გადაზრდის თავის ჭკუაზე, ასე ვთქვათ. უმეტესად ქალის არ ჭირდებათ ხოლმე ესეთი კაცები. არაფერში, ეს მარტო დედას ჭირდება. მაგრამ თუ გამოჩნდა ესეთი ქალი, რომელსაც ჭირდება რაღაც მიზეზის გამო ესეთი კაცი და ანახეთ, ყველაფერს აძლევს, რასაც აძლევდა დედა და პლუს აძლევს სექსსაც. აი ამ შემთხვევაში, უმეტესად მაშინ, როცა დედა ძალას კარგავს, ანუ ასაკში, შეიძლება რომ ამ კაცმა გადაინაცვლოს იმ ქალთან. თუმცა ეს არის ჩემი ვარაუდი და მე ასეთი მაგალითი არ მინახავს. რეალში მე ასეთი მაგალითი არ მინახავს. მე ვნახე გამწარებული ქალები, რომლებიც სახლიდან გააგდებინა, დედამ დაიწუნა რაღაცა თითიდან გამოწოვილი მიზეზების გამო და სახლიდან გააგდებინა. აი ესეთი დამყოლი წყნარია ესეთი ქალები. ისეთები როგორც თანახმა იყო თვითონ რომ ამ კაცს მოიყვანა. რეალურად ნახე, როდესაც გება მომენტი, რომ ამ შვილს უკვე ცოლი უნდა ყავდეს, ეს დედა ფიქრობს, რომ ეხლა მე მინდა შვილები და ამის დროა. ამას ფიქრობს მისი გონება, მაგრამ მისი ქვეცნობიერი ამას არ იციან. ქვეცნობიერს არ სჭირდება არავინ თავის შვილის გარდა. პლუს ამას ემატება ის, რომ მეზობლები ეუბნებიან ნათესავები ნაცნობები, რომ ეხლა დროა უკვე რომ ცოლი მოიყვანო, შვილი ყავდეს რაღაცა. ეგენიც მოქმედებს ბევრ ადამიანზე და პლუს კიდე ის მომენტიც არის, რომ ბიჭსაც როცა რაღაც ასაკი უდგება, უნდა რომ ცოლი ყავდეს. ანუ კაცს ქალი უნდა და ეს ბუნებრივია, ხო? ყველა ნორმალურ და ჯანმრთელ ადამიანში ეს ნორმალურია. და ცდილობენ, მაგრამ უმეტესად ეს ცდილობა იმით თავდება, რომ დედა ვერ იტანს, ანუ პატარა აი როგორც კი ურთიერთობა დაულაგდებათ და როგორც კი დაინახავს, რომ ერთად ჩასხდნენ გვრიტებივით ან რაღაცა, ეგრევე ცუდად ხდება, ეგრევე ისტერიკაში ვარდება. შეიძლება ფიზიკურად გახდეს ცუდად, შეიძლება ემოციურად გახდეს ცუდად, შეიძლება რაღაც მიზეზები მოიგონოს, ისტერიკები მოაწყოს, ანუ აბსოლუტურად ყველანაირი მანიპულაცია.
იქიდან იმით დამთავრებული, ვაიმე, რას მიშვები შენს გამო მევკვდები და ცუდად გავხდი და ესეთი რაღაცები. ხო, მე გირჩევდით, აი, ჩემი რჩევა თუ გაინტერესებთ. მე გირჩევდით, რომ არ შეხვიდეთ მაგ წყალში. ანუ ძალიან დაგეგლიჯება ნერვები, აი გაგანადგურებს. შენი შვილი ხო მარტო შენ დაგრჩება. გასაზრდელად და ახსაზრდელად და მოსავლელად და ყველაფერი. და ეგენი არათუ არ დაგეხმარებიან, არამედ კიდე შენ გაგამწყუნებენ, კიდე შენ გამოგიყვანენ ცუდს, გაგიშრობენ სისხლს, მოგითხრიან ნერვებს. და აი არაფერს არ მოიტანენ პრობლემების მეც. აი რავი. იმ შემთხვევაშიც კი თქვა თუ ჩაანაცვლე ეგ დედა, რა ჯანდაბად გინდა. აი რა ჯანდაბად გინდა, ყოველთვის შენსათრევი იქნება. ყოველთვის შენსათრევი იქნება და პლუს ყოველთვის შეგატარებს დედიკოს და გეტყვის, აი დედა ჩემი რო კარტოფილს წვავ და აი დედა ჩემი რო ასე აი დედა ანუ სულაც ცოცხალი აღარ იყოს ეს დედა, მაინც ყოველთვის შეგატარებს და ყოველთვის იქნება მოგებული. და შენ ეს გინდა? მე ვფიქრობ, კი არა ასეა. ჯანსაღ ურთიერთობაში დედას და ცოლს ჯამში, თავიდან ჭირდება ურთიერთობას აწყობა. მერე ერთმანეთი უყვართ იმ მიზეზის გამო, რომ ორივეს უყვარს ეს კაცი, თუ დედასაც და ცოლსაც ჯანსაღი სიყვარული აქვთ კაცის მიმართ და ასევე კაცს აქვს ჯანსაღი სიყვარული როგორც დედის, ასევე ცოლის მიმართ, იქ პრობლემები არ დგება და თუ დგება, ეგენი არ არის მოუგვარებელი. ეგენი არ არის ისეთი, რომ ცხოვრება გაგიმწარონ და ჭკუიდან გადაგიყვანონ. ეგ არის ჩვეულებრივი ადამიანური, რაც დედა შენთანაც მოგივა, შენ დასთან და ძმასთანაც მოგივა და ყველა ადამიანთან მოგივა. და როცა ააწყობ მან ურთიერთობას გაიცნობ, როცა ერთად ესე ჩაჯდებით ერთმანეთში, არა მარტო რომ შენ და შენი ქმარი, არამედ შენ მისი დედა და ასე შემდეგ, ხო? ანუ მერე იქ დგება სიყვარული. და მერე ეს არის ძალიან ძვირფასი. მაგრამ მაგ შემთხვევაში შენ იქნები ყოველთვის კონკურენტი, აღქმული იქნები როგორც კონკურენტი და შენ არ შეგაფასებენ რეალობის მიხედვით, შენ ყოველთვის სუბიექტურად შეგაფასებენ და შესაბამისად ყოველთვის ცუდი იქნები. ანუ რაც არ უნდა გააკეთო, იმიტომ კი არა რომ შენ ხარ ცუდი, იმიტომ რომ ასე გხედავენ, იმიტომ რომ არასწორ ადგილას შეხვედი. კიდევ ვიტყვი, მაგ წყალში არ შეხვიდე. იმ შემთხვევაშიც თუ ასეთ კაცს დედა უკვე ცოცხალი აღარ ყავს, ის არის დამოკიდებული. ის იმიტომ იყო მაგ ურთიერთობაში, რომ დამოკიდებულია და ის კიდე ეძებს, თუ დედა ვთქვათ აღარ ყავს და ეძებს, კიდევ ეძებს მეორე დედას. ცოლს კი არ ეძებს მზრუნველს. ცოლი რაღაც კუთხით სულ ცოტათი მაინც მოიცავს დედობასაც, იმიტომ რომ აი ქალის აი ამ უდიდეს სიყვარულში ყველაფრის დატევა შეიძლება და მათ შორის ესეც, როცა შენ ხდები დედა, მისი შვილების დედა, შენ რაღაც კუთხით დედობრიობაც შეგიძლია, შენ შეგიძლია მასზე ზრუნვა, კარგ ქალს შეუძლია აი გაუბედურებული ნაცარტუტად ქცეული კაცი ფეხზე დააყენოს და ისევ თავისთავად აქციოს და ასევე შეუძლია, რომ აი მწვერვალზე მყოფი კაცი კიან ჩამოაგდოს, აი კი არ ჩამოათრიოს, მე გადამოაგდოს ზემოდან, ნაწილებად დაშალოს და ისე დამარხოს მიწაში. ანუ ქალს ეს შეუძლია, სინამდვილეში ძლიერი სქესი ვართ ჩვენ, იმიტომ რომ ქალის ფსიქიკა არის სულ სხვა დონის ვიდრე კაცის და აქედან გამომდინარე ქალს ძალიან დიდი გავლენა აქვს და თუ არასწორი და თან ძლიერი ქალი შეხვდა ადამიანს, ვაიმე. და როცა ასეთი ქალი ყავს შენს კაცს დედის სახით, ეგეც ვაიმე არის. ასე რომ მე როგორც ქალმა, ანუ ჩვენ ქალებმა ესე მგონია, რომ ვიცით ჩვენი თავის ყველა ვერსია. ან ჩვენ გვაქვს რაღაცნაირი საერთო ცოდნა და გონი და ჩვენ ვიცით ჩვენი თავის ყველა ვერსია. ჩვენი თავის ვერსია ისიც,
ოღონდ ცუდი ვერსია, არასწორი ვერსია. ის მანდ არის. მან თავისი იმედგაცრუებების და შემდეგ რაღაცების გამო ეგ აირჩია. ისაც, იმიტომ კი არა, რომ გონებით, არამედ უბრალოდ დანებდა და გამწარდა. და როცა დანებდება და გამწარდება ძლიერი ადამიანი, მერე ასე ტოქსიურ ბოდიში და წუკნად იქცევა. ხო. თუ ძალიან გიყვარს, შეგიძლია სადო, მაგრამ მგონია რომ მისგან იგივეს არ უნდა ელოდო. მგონია რომ სრულფასოვანი კაცი სიყვარული არ შეუძლია. კაცი მაშინაც კი თუ არაფერი ამ ქვეყანაზე არ იცის, მაგრამ კაცია. არ არის თანადამოკიდებულებაში მყოფი. ის ისწავლის. ერთხელაც ისეთი ურთიერთობა გექნება, როგორც შენ გსურს, მაგრამ თუ ის დამოკიდებულია, ის ყოველთვის ისევ ესეთ ურთიერთობას მოძებნის. სადაც შენ ჯერ დედა უნდა იყო და პლუს ცოლიც უნდა იყო. თუ ასეთი ხარ და გიღირს, ოკეი, მაგრამ თუ ასეთად შენ თავს არ თვლი და ვერ ხედავ, გაიგეცი. პროსტა გაიგეცი. არც ერთი ვარიანტი, რომელიც მე ვნახე, არ დამთავრებულა კარგად. და ყველა დამთავრდა ერთნაირად. მარტოობით. როცა კაცს მომვლელიც კი არ ყავდა, წყლის მიმწოდებელიც არ ყავდა. როცა ვინც ყავდა, შვილები, იმათთანაც ვერ გრძნობდა იმას, თუ შვილი საერთოდ ყავდა და ისინიც ვერ გრძნობდნენ საერთოდ მამა თუ ყავდათ. და ასევე თუ რამე რთული მომენტი დაუდგება ცხოვრებაში, მაშინვე გაიქცევა. მაშინვე, შენვე იცოდე, რომ მარტო ხარ და ერთით მეტი ბავშვი ყავს, რა ვიცი, თუ გაწყობს. იმის გათვალისწინებით, რომ ერთი ცხოვრება გვაქვს, ჩვენი საქმეა. კონკრეტულად კომენტარში არ ვტყავს, რომ ზოგადად ხალხს და თუ არ გაწყობს, კიდევ ერთხელ მიყვარხართ, მე როგორ მიყვარხართ. დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, ასეთ ოქროს თემებს თუ გამოუშვებთ ხოლმე იდეების სახით გადავირევის, ეგ ამიხარება, უმაგრესი თემა იყო. ძალიან საინტერესო თემა. ვიცი, ჩემთვის ძალიან საინტერესო. მოკლედ, გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო. ველოდები კომენტარებს და ძალიან ველოდები თუ კი ვინმეს გამოცდება გქონიათ, ან შეყვარებული თუ ყოლიათ, ან ქმარი თუ ყოლიათ ეგეთი და რითი დასრულდა. თუ არ დასრულდა ეგეც. ხო და გამოსწორება შეიძლება თუ არა, ეგ ადამიანი ეგეთია. ეგ ტიპის ქალი ჭირდება. და ყოველთვის ეგეთ დაჭირდება.